სალომე მამულაშვილს, ჩემს უსაყვარლეს, ჩემს უერთგულეს ადამიანს, თენგიზ მუმლაძეს. გიმნაზიის ყველაზე ერთგულ გიმნაზიელს გინემსაძეს. ეს სპეციალურად ყველა გაგოძეს გიგი ასე მეძახდი ადგილობრივ ჩემეშა. ჩემს წარმატებულ ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა, მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც მათემატიკური უნარჩვევით არიან დაასრულებულები. გიორგი ნონიაშვილს, რომელსაც მყინვარი 10-იანი მოიპოვა. გიმნაზიის ერთ-ერთ უსიმპათიურეს ვაჟკაცს, საბა საბიაშვილს. ჩემთვის უთბილეს ლიკა ნარუღაშვილს. ადამიანს სიმშვიდეს მერაბ პანჯვიძეს. ჩემი მყინვარე სამეულის წარმომადგენელი ლაშა ჩაჩანიძე. მსგავსი უთბილესი, მსგავსი პასუხისმგებლიანი ადამიანი, როგორც ანი ჯანჯღავა, მივეფერება. ყველაზე ალბათ ყველასთვის გასახარებელი ინფორმაცია ჩვენი წარმატებული ფლექსელი მარი რაზმაძე, რომელმაც ალბათ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ მსგავსი წარმატება, რაც მარი მოიპოვა ამ ფლექსის ტურიდან, მე მინდა მას გულწრფელად მივულოცო. მე ვიცი, რომ მისი სული ჩვენთან არის ნამდვილად. ის ძალიან ერთგული და ძალიან საყვარელი ადამიანია. წარმატებები გუსურვოთ მას და ბედნიერი დაბრუნება ჩვენს ქალაქში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენს მე-12 კლასელის პირველ კლასელებმა დაულოცეს გზა. ახლა კი მე-11 კლასია ჩვენთან, მათ ეს განცდა, რაც თქვენ უკვე გაიარეთ გამოცდებისა წინააღმდეგ, მარი ბიჭოშვილი, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. მარი, თორ
დიდი მადლობა მარის. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე წარმატებულ კლასს. მე-12 G კლასი, სადაც ყველაზე მეტი ბიჭები იყვნენ. მე ვასწავლები ამ კლასს და ყოველთვის კარგი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდნენ. მინდა ბავშვებო, ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და მისი მშვენიერი, გაწონასწორებული, ჩუმი, წყნარი, ბანოვანი ნანა მხეიძე. მოგესალმებით ბავშვებო, მშობლებო, პედაგოგებო. დღეს დიდი დღეა. 12 წელი ველოდით ამ დღეს. სხვათა შორის ბოლოს წუთებს და წამებს ვითვლიდით თუ გახსოვთ. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, ძალიან ბევრი იყო კარგი და ძალიან მწარე დღეებით გახსოვთ. მინდა კეთი კალატოზიშვილის ისტორიის საპატივცემულოდ ერთი წუთი სიჩუმე დავშვა. გარდაიცვალა კეთი მე-7 კლასში, როდესაც მას 2 წლის ავადმყოფობის შემდეგ ისევ შემოუტია ლეიკემია და ჩვენ ეს გადავიტანეთ. ეს გოგონა უმშვენიერესი ბავშვი ახლა თქვენ შორის უნდა იყოს. გილოცავთ ბავშვებო, დავძლებდით. მადლობა. გილოცავთ ამ დღეს, ბედნიერებას გისურვებთ, სიკეთეს. ეს წარმატებული კლასია, მართლაც მანამდე მასწავლებელს ფულად არ უთქვამს. ეს არის კლასი, სადაც ყოველთვის იყო 11, 10, 1000-ანი, შემდეგ 9, 8 და დღეს 5 მედალოსანი ყავს. შემცირდა, მაგრამ ხო ხედავთ რა გამოსწები გამოიგარეთ. 5 მედალოსანი, 5 არჩინებული ახალგაზრდა, რომლის სახელებიც ალბათ ოქროს წიგნით და ოქროს წიგნში, ოქროს ფურცლებზე, ოქროს ასოებით დაიწერება. ეს არის ჩვენი ლუკა ცერცვაძე. ანა ბერიძე. ჩვენი სახელოვანი გიორგი გოგოლაძე, რომელმაც ასეთი შეფასებები დაიმსახურა. ჩუმით მარი პატიოსანი, შრომით მოპოვებული იქნება მარიამ ხიდაშვილისათვის ბოლო აი ეს ოქროს მედალი. და ასევე ქეთი მჭედლიშვილი, სკოლისათვის თავდადებული. წინვალე ადამიანი, გაწონასწორებული, კეთილშობილი ახალგაზრდა, თქვენი იმედი გვაქვს და ყველა ჩემი მოსწავლე და ჩვენი მოსწავლე ძალიან დარწმუნებული ვარ ამაში და თქვენც ალბათ მალე დარწმუნებით, რომ ქალაქისათვის და საქართველოსათვის ბევრ რამს სიკეთეს გააკეთებს. გილოცავთ კიდევ ერთხელ მშობლებს, დაწყებით ის მასწავლებლებს, ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით ამაში. ჩვენს ლელას, რომელიც ახლა ამერიკიდან ეფერება მათ და ძალიან სამწუხაროა რომ აქ არ არის, მაგრამ თქვენ ხომ იცით რომ მისი გული ახლა აქ არის. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის მშობლებო, რომ ასეთი ახალგაზრდები აგვიზარდეთ და თუ ამაში ჩვენი წვლილიც არის პატარა, ამაზეც დიდი მადლობა. კარგად გზარდებოდეთ, გილოცავთ. დიპლომები გადავთეთ ჩვენს არჩინებულ მოსწავლეებს. იმედა ავოხაშვილი, არჩინებდა მურამ ბადუაშვილი, ანა ბერიძე, ლეილა ბიბილაშვილი, ლულუ, გიორგი გოგოლაძეს, ხორნიკე კუბათაშვილს, ანა დევიზეს, საბა დეკანოსიძეს, ვახტანგ ზაალიშვილს, თამარ თეკეთაშვილს, ბატო კეკელაშვილს, თენგიზ მარგიშვილს, ჩვენი სკოლის მხატვარს, აი ეს დამსახურებულ ადამიანს, ლუკა მიგორავას, ჩვენს ვაჟკაც, გათვლით ჩაკით რომ მოგვევლინა დღეს, ქეთი მჭედლიშვილს, ლახუნა ნოზაძეს, ზურაბ რეხვიაშვილს, ნინო საგლიშვილს, ესო სიმონიშვილს, სოფო სირაძეს, სალომე დიკურიშვილს, ალექსანდრე სანდრო ფალავანდიშვილს, ლუკა ცერცვაძეს, მარიამ ხიდაშელს, ნინო ფიმშიაშვილს, სალომე ჯიჯელავას,
ნიკაკატბული გიმნაზია ყოველთვის გამოირჩეოდა წარჩინებული მოსწავლეებით. არც წელს ვუჩივით ოქროს მედალოსანთა რიცხვს. მე მინდა მე-12 A კლასის მოსწავლე ნინი პაპაშვილი, მედალოსნები ფეხზე წამოდექით. ნინი ძირკოლიშვილი, მე-12 G კლასის მოსწავლე ლუკა ცერცვაძე, ანა ბერიძე, გიორგი გოგოლაძე, მარიამ ხიდაშელი, კიდე მეხუთე მინდა ამჩით. კეთი ხიდაშელი. მოჭედლიშვილი. გილოცავთ ბავშვებო, ძალიან ბევრი კეთი ადექი ფეხზე. კეთი ადექი ფეხზე ჯერ იდექით, კიდევ მაქვს მოსაცემი რაღაცები. სიგელები, მადლობის ფურცლები. დიდ მადლობას გადაგიხდით, მოგიხდით. გადაგიხდით უბრალოდ ამისთვის, ამ შრომისთვის, რუდუნებისთვის, ყველაფრისთვის. და ამაზე გაცილებით მეტი მედალოსანი ყოლოდეს მომავალ წელს. დაბრძანდით და ახლა მინდა. დიპლომები გადმოგეცით, მაგრამ მე მინდა რამოდენიმე მოსწავლე გამოვარჩიო. არა მხოლოდ სწავლი. არამედ ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლის წარმატებებში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. მონაწილეობდნენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, კონკურსებში. გიმნაზიის სახელი არა მხოლოდ ქალაქში, ქალაქის ფარგლებს გარეთაც გაქონდათ და მინდა დავიწყო პირველი, რა თქმა უნდა, გადავწე ნინი პაპაშვილს, რომელიც მინდა თქვა, რომ ეს ადამიანი მე ისე მედგა ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ სწავლით, არამედ გადასარევად ხელმძღვანელობდა სამოქალაქო კლუბს და თქვენ რომ ნახოთ მისი გაკეთებული პორტფოლიო, გაგიკვირდებათ ისეთი ნამუშევარია. ნინი, ძალიან დიდი მადლობა, ჩემ ხალხო, იდექი აქ, ყველა უნდა გამოგიძახოთ ჯერ. სალომე პოცხერაშვილი, მადლობის ფურცელი, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. მარიამ ქავთარაძეს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. თამარ გიორგაძეს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. გიორგი გოგოლაძეს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. ბესო დავითაშვილს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. მე მინდა ყველას უთხრა, რომ ბესო მესამე ტურში გადავიდა სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადაში და ათეულშიც მოხვდა ინგლისურ ენაში. ახლა კი მინდა მხოლოდ არა მარტო აკადემიური მოსწრებისთვის თენგო მარგიშვილი მოვიდეს ჩემთან. სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის ეწევა გიმნაზიის დირექტორისგან მადლობის ფურცელი. ლუკა მიგორავას, სკოლაში წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. ნინი არ გამოიცხადება, ნინი ძირკველიშვილს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. გურამ ბადუაშვილი, სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისათვის. და მინდა კიდევ მარიამ რაზმაძეს, აქ დედა იმყოფება, მე მგონი დავინახე თუ არ ვცდები. ამ ბრძანდებოდით ხალბატონო და მე მოგართვეთ, არ გაიჭით აკადემიისათვის. აი ეს მოსწავლეები, რომლებიც არა მხოლოდ მაღალი აკადემიური წარმატებები გამოირჩეოდნენ, არამედ გვერდში გვედგნენ და იმ სახელი, რომელიც გიმნაზიას აქვს და დღეს თუ ასეთი სახელით სარგებლობს გიმნაზია, მხოლოდ მასწავლებლების დამსახურება არ არის, აი ასეთი ბავშვების დამსახურება და ამისთვის მათ ძალიან დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა ჩვენ პედაგოგებს.
მასწავლებლებს, რომლებიც დედა ღამე იღწვიან იმისთვის, რომ რაღაც ცოდნა და არა მარტო ცოდნა. შინაგანი სამყარო გაუნდიდროთ თქვენ შვილებს, აღზარდოთ კეთილშობილ ადამიანებად და მე მინდა პირველი კლასიდან დაწყებით ის მასწავლებლებს მაინც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თითოეული თქვენგანის აღზარში. ნელი ელიზბარაშვილი, ლუარა ივანიაძე, დარიჯან კაპანაძე, რომელიც ესერ მასწავლებელს დღეს სამწუხაროდ აღარ მუშაობს გიმნაზიის კედლებში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანები არიან და სანამ ისინი ასე შემართებული იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიაში აღარ მუშაობენ, ჩვენთვის მაინც ძალიან დიდი იმედი ხართ და ძალიან დიდი სიყვარულით გეფერებით. ლეილა ციცქიშვილი, ქეთემან ჯეჯელავა, ვინოცათ მასწავლებლებო თქვენი კურსდამთავრებულები, თქვენი მოსწავლეების სკოლის დამთავრებას და ვინც ხართ ჯერ კიდევ ამ კედლებში ბევრი ასეთი მოსწავლე აღეზარდოთ და ვინც უკვე არ ხართ ამისთვის უღრმესი მადლობა. მშობლებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და მე მინდა ახლა სიტყვა გადავცე ჩვენს კურსდამთავრებულებს, რომლებიც იმედია არ დაგამატიან 2-20 სიტყვას და მოგვეფერებიან. ბოდიშე თორნიკე გუბათაშვილი მოვიდეს ჩემთან სკოლის წარმატებებში შეტანილი წვლილისთვის მადლობის ფუნქცია. მისი სურათები რაც კი გავაგზავნეთ, ყოველთვის მოვიდა დიდი წარმატებით. Isme's okay. მე საომე ფოტოგრაფია მე-15 კლასის მოსწავლე. და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ამ ყველაფრის ერთად თავმოყრა, ყველაფრის თავის მოყრა, თუმცა რაღაცები დავწერე, რაღაცები ალბათ გამორჩა. მინდა რომ გაგაცნოთ ის, რაც ვფიქრობდი რამდენიმე დღე. 11 წელი, 8 თვე და 10 დღე. ეს ის დროა, რაც უმეტესმა ჩვენგანმა ამ სკოლის კედლებში გაატარა. ეს ის დროა, რაც ჩვენ გიმნაზიელები ვხდით. დღეს არ ვაპირებ, ყველანაირად ვეცდები, რომ არ განმოვარცო ჩემი საუბარი ბრწყევყრელი სიტყვებით და არ ვიქნები პათეტიკური. მე ვერ შევპირდებით, მაგრამ ვეცდები. ამ დროის განმავლობაში მსოფლიო თითქოს ჩვენს გარშემო დაკატარავდა და ჩვენ შესაბამისად გავიზარდეთ. ჩვენ ჯერ კიდევ ის თაობა ვართ, რომ იცის Facebook-ის გარეშე ცხოვრება როგორია. ჩვენ ის თაობა ვართ, გაკვეთილების შემდეგ, რომ ფალიაშვილის ქუჩის გარაჟებზე დავიდიოდით და თავი ძალიან cool ბავშვები გოგონა. ჩვენ ის თაობა ვართ, სამივე დირექტორს რომ მოვესწარით და დღემდე შეგვიძლია თითოეული მათგანის ღვაწლი დავაფასოთ. ჩვენ ის თაობა ვართ, სკოლის უკან მდგარ თუთის ხეზე რომ ვატარებით საათებს და სახლში დასრული მაისურებითა და პირით მივდიოდით. და როდესაც ამ თაობაზე ვფიქრობ, როდესაც 2017 წლის გამოშვებაზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგებიან სამოქალაქო აქტივისტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ექიმები, მასწავლებლები.
ადამიანები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. მე ვფიქრობ ჩვენზე და ვფიქრობ და მახსენდებიან ყველაზე წარმატებული, ყველაზე კარგი და ჩამოყალიბებული შემდგარი ადამიანები და მინდა რომ ეს ასე იყოს. დღეს ვაპირებდი მესაუბრა მეგობრობაზე, თუმცა რო დავფიქრდი იმდან ვრცელი თემაა, რომ დღევანდელი ფორმატი არ გვეყოფა, ამიტომ ვეცდები ძალიან მოკლედ თქვა ის მისი თქმაც მინდოდა. ადამიანები, რომლებიც 2005 წლის 15 სექტემბერს აქ ამეზოში გავიცანით, დღემდე ჩემს გვერდით დგანან. არიან ისინი, ვისთან ერთადაც დავამთავრე სკოლა, გავატარეთ 12 წელი და მე თითოეული თქვენგანი ამეზოში მყოფი ჩემი თანატოლი. მაძლევთ იმის საშუალებას, რომ თქვა, მე ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ თქვენ და მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ გიმნაზიელი. ძალიან მოკლედ მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ნინის, რომელმაც მთელი 12 წელი ჩემთან ერთად გაიარა და დამიმტკიცა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ჩემ გვერდით იყვნენ, მიუხედავად ჩემი მინუსებისა. მადლობა იმისთვის, რომ დღემდე შეგიძლია მაგრად შემაჯანჯღარო და მითხრა, რომ გამომივა და მე ამას შევძლებ. მადლობა მარიამ ქავთარაძეს ყველაფრისთვის. სულ ამბობთ, რომ ერთმანეთს გავართ და ერთნაირები ვართ და მე დღეს ყველაზე ამაყი ვარ, თუ რამით მაინც გავარ შენ მარიამ. And again, thanks for being personal to my marriage. მადლობა ანანოს იმისთვის, რომ არის ისეთი, როგორიც არის, ყველაზე პოზიტიური და რთი. მადლობა იმისთვის, რომ შენ გვერდით ექი ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში და ერთ-ერთი წამით არ მოგიცვლია ფერხი. დიდი მადლობა თქვენ. ეს სამი ადამიანი არის ყველაზე მცირე და ყველაზე ცოტა, რაც მათ შესახებ შემიძლია ახლა თქვა. უბრალოდ ძალიან გამგზავდება სიტყვა და მე ეს არ მინდა. თითოეული თქვენგანი, რომელიც გიმნაზიის კედლებში გავიცანი ამ 12 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრს ნიშნავს და მიუხედავად იმისა, ჩვენ გქონია თუ არა ყოველდღიური შეხება, ან დღეს პირველად ვეუბნებით ერთმანეთს გამარჯვებას და ნახვამდის, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვთვლი, რომ თქვენ ყველა მასწავლეთ რაღაც და ყველამ შეიტანეთ წვლილი ჩემს განვითარებაში, ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. დღეიდან, ამ სკამებიდან არ არსებობს სწორი გზა და ალბათ არც უნდა ვეცადოთ მის დახატვას. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ექნება დასაწყისი და დასასრული. გვექნება მიხვეულ-მოხვეული გზები და ძალიან დიდი, თეთრი სივრცე, რომელსაც დროთა განმავლობაში შევავსებთ ყველაფერი იმით, რასაც გავაკეთებთ. ახლა რამდენიმე სიტყვას საკუთარ თავზეც ვიტყვი, იმიტომ რომ მინდა თქვა რამხელა გავლენა მოახდინა ჩემთვის გიმნაზიელობა. მე ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და მოვახერხე, რომ ყველაზე დიდი ოცნება ამესრულებინა. მიმეღწია ყველაზე დიდი მიზნისთვის. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და უკვე მქვია ყველაზე წარმატებული გასვლითი პროგრამა ფლექსისა და გიმნაზიის კურსდამთავრებული. ამ 12 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ ყოფილიყავი 1000-იანი, 800-იანი და წინა წლის ნიშნებს თუ გავითვალისწინებთ 600-იანიც. მოვახერხე, რომ მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროში მეცხოვრა, გამეცვრა წყნარ ოკეანეში. მოვახერხე, რომ იმედია მოვახერხე, რომ ჩემს უკან, მე რომ ამ სკოლიდან გავალ დღეს, ჩემს უკან დავტოვო რაღაც კვალი. კვალი, რომელსაც გაიხსენებენ და კვალი, რომელიც ვიღაცისთვის რაღაცას ნიშნავს. ეს ყველაფერი მხოლოდ იმის წყალობით, რომ გვერდით ყავდით თქვენ, თითოეული ჩემი თანატოლი, მასწავლებელი, მოსწავლე, ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ერთხელ შემოდგეთ ფეხი გიმნაზიის კედლებში. მითხარით გამარჯობა, უბრალოდ შემომხედეთ, გამიღიმეთ, ან მითხარით, რომ ვიყავი ძალიან კარგი გოგო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც იციან თანადგომა, პატივისცემა, სიყვარული და დახმარება. მადლობა. Maria. სიტყვას ვაძლევთ მე-12 A კლასის მოსწავლეს მარიამ ქავთარაძეს. ლამას და უშენიერებს. მადლობა მას. გამარჯობათ. გილოცავთ პირველ რიგში ვიზარეთ ისტორიის ჩაბარებას, ზოგადად საატესტატოების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისად სკოლის დამთავრებას. გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრება ყოფილიყო სასიამოვნო გამოწვევებით, წარმატებებით და სიხარულით აღსავსო. ამ დღეების განმავლობაში სულ ვფიქრობდი, საიდან უნდა დამეწყო ჩემი სიტყვა, ან რით დამემთავრებინა და სულ მახსენდება
სკოლის პირველი დღე. ზუსტად იგივე სიტუაცია იყო ეს გამოკრაჭული ბავშვები, მასწავლებლები, კამერებით მშობლები და ძალიან დიდი ემოცია და ძალიან დიდი სიხარული. მაგრამ ერთი განსხვავება იყო, რომ მაშინ პატარებმა არ ვიცოდით რა ხელახლის გავლა მოგვიწევდა და როგორ მოგვიწევდა უმთავრესად. დღეს ვდგავართ ამ გზაზე, ჩვენი ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ვდგავართ ზრდასრულობის და ბავშვობის გამყოფ ზღვარზე. მეტი სერიოზულობით, მონდომებით და მზად დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი. ახლა ჩემი სკოლა. პირადად მე ამ სკოლის კედლებში გავიზარდე და აი აქ თქმა ესეთი ემოციური თუ იქნებოდა ეხლა, აი ნამდვილად არ მეგონა. მიუხედავად ჩემი 12 წლიანი წუწუნისა, ბევრ სამეცადინოზე, დილითადრე ადგომაზე, გამოცდებზე, სადირექტოროებზე, სემესტრის ბოლოს შესაძლო გადაბარებებზე და არების ექსტერნებზე, მე დღეს აი აქ ვდგავარ და ვფიქრობ თუ როგორ მომენატრება ეს დღეც ამ სკოლაში სიარულიც და ზოგადად ყველაფერი გიმნაზიის შესახებ. ნუ ხვალთა ზეგთუ არა ეს წელში მაინც. პირადად ჩემთვის გიმნაზია არის ადგილი, სადაც მე ჩემი თავი ვიპოვნე. გიმნაზია არის სკოლა, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად გასწავლიან ადამიანობას, მეგობრობას, სიყვარულს და გაყალიბებენ პიროვნებებად. გიმნაზია არის ის, რაც არის ჩემში და ყოველთვის იქნება. ზოგადად სკოლის დამთავრება აუცილებლად მოითხოვს ხოლმე მადლიერების გამოხატვას იმ ადამიანებისადმი, ვისთან ერთადაც გავატარეთ ეს 12 წელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მე-12 ბ-კლასს, ოღონდ ძველ ბ-კლასს, რომელიც ეხლა აქ არ არის და მე ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო. და პირველ რიგში მადლობა თქვენ რომ 12 წელი ერთად გავატარეთ. მადლობა მშობლებს იმ განუსაზღვრელი ამაგისთვის, შრომისთვის, რაც მთავარია ჩვენი გაძლებისთვის და აღზრდისთვის და სიყვარულისთვის და რადგან მამები ყოველთვის ესე გვეჩაგრებიან ხოლმე, რადგან არც მამების დღე არსებობს და არც კაცების დღე, პერსონალური მადლობა მამებს ჩვენგან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პირველ პედაგოგს, ლეილა ციცქიშვილს, რომელიც აქ არ იმყოფება, თუმცა მართლა ძალიან მიყვარს და ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს აღზრდაში. უსაყვარლეს ლია ლატარიას, რომელიც დღეს აქ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ უბედნიერესია და ამაყობს ჩვენით. ჩემს უსაყვარლეს მე-10 ბ-კლასის დამრიგებელს ზოია მამარდაშვილს, რომლის ხათმითაც ისტორიასაც ვისწავლობდი და მას ძალიან ვაფასებ მას და ძალიან მიყვარს. მადლობა ქეთინა ბარათაშვილს, ქეთი ჩანგსელიანს და დალი მაჩაიძეს. მართალია ვერც ქიმიკოსი გამოვალ, ვერც ფიზიკოსი და ვერც ბიოლოგი, მაგრამ თქვენ იმდენი ვახერხეთ, რომ შეგეყარებინათ ჩემთვის ეს საგნები ასე თუ ისე. ნანა მას спасибо за всё. ეხლა მე ტიჩრობაში ნუ ჩამომართვით, მაგრამ მაინც უნდა ვახსენო, რომ ამ სკოლაში იმდენმა მასწავლებელმა მასწავლა ინგლისური და ისე მასწავლა, რომ ამერიკაში ვწავედი. და ლიამას, ნინომას, მარინამას ძალიან დიდი მადლობა. მივადექით ქართულს. 6 წელი იყო ეს ადამიანი ჩემი მასწავლებელი და ზოგადად 8 წელი ერთად მოვდივართ. ქალბატონო ეკატერინე, აღარ სჭირდება ბევრი ლაპარაკი, დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის და პოზიტივისთვის, რომელსაც ასხივებთ მას. განსაკუთრებული მადლობა ჩემს დამრიგებელს მარინა კაციდაძეს. მარინამას. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის დადებითი ენერგიით სავსე და უხვად გასცემთ ამ ენერგიას. მადლობა ჩვენი ერთად გატარებული დროისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. გვიყვარხართ ძალიან თავს მე-12 აქტს. ჩემი პირველი რუსულის მასწავლებელი, ამ სკოლის დირექტორი, ნამდვილად მისაბაძი პიროვნება და ადამიანი მანანა გოგოლაძე. მას ძალიან დიდი მადლობა ამ 12 წლის გალამაზებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც გვასწავლეთ. ცოტა ოსკარის დაჯილდოებასავით კი გამომდის, მაგრამ დღეს თუ არა სხვა დროს ამას ვერ ვიტყოდი. დიდი მადლობა გიმნაზიის მანდატურებს, პერსონალს და ყველას, ვინც თავდაუზოგავად ზრუნავდა, რომ გიმნაზია ყოფილიყო ასეთი და გიმნაზიის მექანიზმზე კიდევ ძალიან დიდხანს იზრუნებს. მე ძალიან მეამაყება, რომ ვარ გიმნაზიელი და მეამაყება, რომ გიცნობთ თქვენ და მე მზად ვარ, თამამადლობა, მე მზად ვარ გადავშალო ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი. სიტყვას გადაცემთ მე-12 A კლასის მოსწავლეს ნინი პაპაშვილს. მივესალმოთ. კიდევ ერთხელ.
რომელიც პერსონალურად გადასცეს ყველას მადლობა. მე რომ დღეს მადლობებით დავიწყო, ალბათ მთელი დღე არ მეყოფა, ამიტომ ცოტა შევეცდები ზოგადად ვისაუბრო. და დაღემებულად არ ვიცი რამდენად გავიდა. როცა ძალიან კარგი წიგნის კითხვას იწყებთ, ალბათ გქონიათ ის მომენტი, რომ ძალიან გინდათ მიუახლოვდეს ბოლო თავს დასასრულს, კულმინაციას, მაგრამ როცა იმ მომენტამდე მიხართ, ხვდები რომ არ გინდა დასრულდეს. დღეს 12 წლიანი ისტორიის კულმინაციური მომენტი დადგა. ბოლოს არ ირეკება ჩემთვის სკოლაში, მაგრამ ამ დიდი მოლოდინის მიუხედავად, ვიცი რომ არ მინდა ამ ყველაფრის დასრულება. თუმცა ფაქტია, ყველაფერს აქვს დასასრული, კარგ წიგნსაც, კარგ ფილმსაც და მათ შორის არც ბავშვობაა გამონაკლისი. გვინდა თუ არ გვინდა, გვიწევს წავიკითხოთ წიგნის ბოლო თავით, ფილმის ყურებაც დავასრულოთ და ვუთხრათ ადამიანებს ნახვამდის. დღეს უნდა დავამშვიდობო ყველაფერი იმას, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში ქმნიდა ჩემს ცხოვრებას. ადამიანებს, რომელიც ყოველ დღე ჩემი ცხოვრების პატარა ისტორიის წიგნში ახალ, განსხვავებულ და მნიშვნელოვან ფურცელს ევნენ. დღითი დღე იზრდებოდა ამ ადამიანების მიმართ პატივისცემაც, გრძნობებით, სიყვარული. დღეს კი უნდა ვუთხრათ ნახვამდის, ვისი თქმაც ასეთი რთული მართლა არასოდეს ყოფილა. ძნელია დასვა წერტილი ამ ხელა ისტორიის მერე. ძნელია დაასრულო 12 წლიანი თავგადასავალი. ძნელია შეელიო ხალას და უდარდელ დღეებს. ძნელია დაიმშვიდობო ადამიანებს, რომელთა დამსახურების ვართ ის, ვინც ვარ. და მათ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. საბედნიერო ჩემთვის ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არიან, როგორც უკვე ვთქვი, დღეს რომ მათ პერსონალური მადლობა გადავუხადო, მთელი დღე არ მეყოფა. საჭირო არაა საჩითაოდ თქვა მათი სახელები, ყველაფერი ისედაც ნათელია, ალბათ ჩემს თვალებს ყოველდღე კითხულობდით ამ ყველაფერს და რამდენად გამომდიოდა არ ვიცი. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით მხარია სკოლაში მოსვლა. კარებს რომ გამოხსნით და დამლაგებელიც კი რომ ღიმილით უხდება, აი აქ ყველაფერი ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი უკვე გასაკვირი აღარ არის. ალბათ არ ვიცი რამდენად გამოვხატავ იმ მადლიერებას და იმ ემოციებს, ასაფრე ღრმად ილექებოდა ჩემში, მაგრამ ერთი რამ ვიცი, სადაც უნდა წავიდე. ისინი მუდამ ჩემთან ერთად იქნებიან და მუდამ მეცოდინება, რომ ვახუშტის ქუჩაზე, ჩემს სკოლაში, გიმნაზიაში, მუდამ დამხვდებიან ადამიანები ბედნიერი ღიმილით სახეზე. მე თავს ძალიან იხვიან და ბედნიერ ადამიანად ვთვლი, რადგან სულ ვიქნები და ვარ გიმნაზიელი. რაც მთავარია, ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ის 12 წელი მოგონებებითა და ემოციებით სავსე, რომელიც ასე ძალიან ართულებს დამშვიდობებას. სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ და გითხრათ ძალიან დიდი მადლობა. სიტყვას გადაცე მე-12 B კლასის მოსწავლეს თამარ გიორგაძეს. გამარჯობა ბავშვებო. მე ძალიან მოკლედ მინდა თქვა ერთი რამ. აქ რომ მოდიოდი, ძალიან არეული ემოციები მქონდა, მაგრამ რო ჩამოვედი და მთელი კლასი რო დავინახე აეროპორტში ქეთინა მასწავლებლის შაქრით, ვერ გამოვედი სამწუხაროდ დიდი ხანი ზღვარს იქი და აი მივხვდი რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. მე-5 D კლასიდან რაც დავიწყეთ, აი ის იყო ყველაზე მაგარი და მე ნოდო, საბა, თენგო და ლაშა რო შემოგვემატნენ. აი ეგეც ძალიან მაგარი ნაწილი იყო. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კლასში, მე-12 B კლასში იციან მეგობრობა და იციან ძალიან მაგარი სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნელი მასწავლებელს, თამრიკო მასწავლებელს, მარინა მასწავლებელს, ქეთი მასწავლებელს, მარინა ვადაჭყორიას და ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი დრო გაგვეტარებინეთ, ეს 12 წელი გვაჩუქეთ თქვენ და მე-12 B მიყვარხართ ძალიან. მე-12 G კლასის მოსწავლე გურამ ბადუაშვილი, ყოფილი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და ჩემი მოადგილე ერთი წელიწადი. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის. ალბათ არ ჩამიტყვით უხერხულობაში, თუ კი პირველ ჩემს სამადლობელ სიტყვას ჩემს საყვარელ დედას გადავუხდი და ჩემს საყვარელ ოჯახის წევრებს. როდესაც დილით ვიყავით მოსული, მამამ პირველი როცა კურთხევა მოგცა იქიდან გამომდინარე, რომ უპირველესი არის ჩვენს ცხოვრებაში ოჯახი. და სწორედ მინდა ჩემ ოჯახს გადავუხადო მადლობა, რადგან მათ აირჩიეს გიმნაზია და მათ აირჩიეს, რომ მე ყოფილიყავი გიმნაზიის მოსწავლე. ვითაც ათლიერი ვარ შენი დედა, ძალიან მიყვარხარ, იცი. პირველ სიტყვას დავიწყებ იქიდან, რომ როდესაც მე ამ სკოლაში ფეხი შემოვედი, ჯერ კიდევ ნანა მოსიძე იყო დირექტორი
და ვიყავი ძალიან პატარა, ვიყავი 6 წლის და როდესაც შემოვედი ფაქტიურად ეს სკოლა მეჩვენებოდა ძალიან დიდი. ანუ მთელი დღე რომ მევლო არ დავიღლებოდი ასე მეგონა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა გავიზარდე და საკმაოდ პატარა ყოფილა ეს სკოლა და ფაქტიურად სახლისავით არის, სახლი რომელსაც თავისი ოჯახი ყავს და ოჯახი რომელსაც შევადგენთ ჩვენ, ხოლო მამასახლისი და უფროსები რა თქმა უნდა ეს პედაგოგიური საბჭოა, ანუ ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლები. ახლა უშუალოდ მინდა გადავიდე თვითონ გიმნაზიაზე. მე პირადად ბედნიერი ვარ რომ ქვია გიმნაზიელი, იმიტომ რომ გიმნაზია ეს არის დამატებითი პლუსი, ეს არის დამატებითი სიტყვა რუსთავში, როდესაც შენ ქვია გიმნაზიელი, შენ ანუ რაღაცას წარმოადგენ. როდესაც შენ ამბობ რომ ქვია გიმნაზიელი, ანუ შენში იგრძნობა რომ შენ გაქვს რაღაც ის განათლების დონე, რომელსაც ეს სკოლა შენ აუცილებლად გაძლევს. ახლა გეტყვით რა დონეზე მაქვს საუბარი. არასდროს არ მინდოდა გამოსულიყავი ფიზიკოსი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, მაგრამ ქეთი ჩანგსელიან მას ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა ხათუნა მასწავლებელმა, ქიმიიდან ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა ნინო მასწავლებელმა, ხოლო ფიზიკიდან ქეთინო მასწავლებელმა მოახერხეს ის რომ მე გამოცდაზე 8-ზე ნაკლები არ მიმიღია. ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი. ახლა უშუალოდ რაც შეეხება ჩემს საყვარელ დამრიგებლებს. მე ზუსტად 3 დამრიგებელი გამოვიცვალე. პირველი იყო უსაყვარლესი ლელა მასწავლებელი, ალბათ არც ლუარა მასწავლებელი და ნანა მასწავლებელი არ მიწყენს, თუ კი ვიტყვი რომ ჩემი ცხოვრების გზა და თვითონ გაკვალვა ეს უშუალოდ ლელა მასწავლებელს უკავშირდება. რომ არა ის, მე ვერ ვისწავლიდი რა არის კონკურენცია, კონკურენცია სწავლისფრი. რომ არა ის, მე ვერ ვისწავლიდი რა არის მეგობრობა, რა არის შეკრული კლასი. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირველ E-კლასს, რომელიც აქ შეხვდა. ძალიან მიყვარხართ ყველა. პირველ E-კლასს. ახლა რაც შეეხება უსაყვარლეს ლუარა მასწავლებელს, რომელიც ფაქტიურად მე-4 კლასში და 1 წელი გავატარეთ ერთად, მაგრამ ამ საყვარელმა ადამიანმა შეძლო ის, რომ ფაქტიურად 1 წლის განმავლობაში თავი შემაყვარა ძალიან და მე ვერც ვივიწყებდი მის ამაკს და ვერც ახლა დავივიწყებ. იმიტომ რომ როდესაც მას შევხვდები ყოველთვის დიდი სიყვარულით და ამაგით მოვიკითხავ მას. ხოლო რაც შეეხება ჩემს უსაყვარლეს დამრიგებელს, ნანა მასწავლებელს, რომელმაც მე 7 წელი ფაქტიურად დედა შემიცვალა, დედა რა გაგებით, ანუ მეორე ხარისხოვნად იყო დედა ჩემი, იმიტომ რომ როდესაც მას ვესაუბრებოდი, მის თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა ის სიყვარული, ის დედობრივი სიყვარული. კი, ბევრჯერ გააბრაზებულა ჩემზე, ბევრჯერაც უსაყვედურია, მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ყოველთვის მართალი ყოფილა ნანა მასწავლებელი, იმიტომ რომ ანუ მისი გული უფრო კარგად იგრძნობდა ვიდრე ჩემი გული. როდესაც მას თუკი ოდესმე გქონიათ ნანა მასწავლებელთან ურთიერთობა დაინახავთ რომ მის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა დედობრივი სიყვარული, რაც არ უნდა კამათი ქონდეს მათთან თითოეულ ჩახუტებაში იგრძნობა დედობრივი სიყვარული და ამისთვის თქვენ დიდი მადლობა ნანა მასწავლებელო. ახლა კი ძალიან ცოტას გავიტყვი დირექტორებზე, ანუ ვატოსთან ხუმრობდი, იმდენი დირექტორი გამოვიცვალე, რამდენიც საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტი თქო და ამიტომ ეძახი გიმნაზიას პატარა საქართველოს, იმიტომ რომ ანუ ფაქტიურად მე 3 დირექტორი გამოვიცვალე, ნანა მასწავლებელი, მარიკა მასწავლებელი და ახლა უკვე მარინა მასწავლებელია ჩვენი დირექტორი და მინდა აღვნიშნო რომ 3-ვე ღირსეული დირექტორია ჩემთვის. მართლა გულითადა თუ ამბობ რომ 3-ვენი ძალიან მიყვარან და მინდა აღვნიშნო რომ მარინა მასწავლებლის დროს მიღწეული ჩემი წარმატება თვითმმართველობის თავმჯდომარეობა. ეს თვითმმართველობის თავმჯდომარეობა მე თავიდან ძალიან იოლი მეგონა მარტო ორატორობა, მარტო სიტყვით, მაგრამ ასე არ ყოფილა. და თვითონ ამ თვითმმართველობის თავმჯდომარეობამ დამარწმუნა მე იმაში, რომ როდესაც შენ რაიმე საქმეს შენს თავზე იღებ, შენ უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული ის, თუ რამდენად შეასრულებ ამ საქმეს შენ. და მე მართალია ნაწილობრივ შევასრულე, ვერ ვიტყვი რომ კარგად შევასრულე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამ სკოლის ამაგი ის არის, რომ მე მასწავლა თუ რას ნიშნავს, როდესაც შენს თავზე იღებ პასუხისმგებლობას და როგორ უნდა ატარო ის. ხოლო კურსდამთავრებულებო, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, იცოდეთ რომ თითოეული ძალიან მიყვარხართ. იმედია არ მიწყენ თუ გამოყოფ ჩემს საყვარელ კლასს, ჩემს მეგობრებს, ჩემს მაკაცებს, საყვარელ კლასელ გოგოებს და მინდა კიდევ ერთი მადლობა გადაუხადო გიმნაზიას იმის გამო რომ მან საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო ძმაკაცი მაჩუქა, ვალტერ კეკელაშვილი. და ერთ წუთში დავამთავრებ ჩემს საქმეს. ჩემი ოცნებაა რომ გიმნაზიის დამამთავრებელი იყოს ისეთი წარმატებული ყველა სფეროში, პოლიტიკაში, ბიზნესში თუ რიგ სფეროებში და ყოველთვის
თქვას, რომ ის იყო გიმნაზიელი. ის იყო გიმნაზიელი თავის პროფესიონალიზმში და როდესაც საკუთარი პროფესიონალიზმით უკვე საკუთარ საქმეს გააკეთებს, მის პროფესიონალიზმში იგრძნობოდეს არათუ ნახევრად, არამედ 1/4-ით მაინც გიმნაზიის სიყვარული. გიმნაზიის სიყვარული ეს კი საქართველოს სიყვარულს ნიშნავს და ვიტყვი იმას, რაც მთელი 5 წელია ვამბობ. საქართველოს მომავალი ჩვენშია და ზუსტად ჩვენ ვართ მომავალი და მინდა თქვენ და ჩვენთან გავუმართოთ. მე-12 კლასის მოსწავლეს, ასევე მოსწავლეს, რომელმაც სკოლის წარმატებებში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, ყველაზე დიდ განგვიანებელს მერაბ ფანჩვიძეს. მოგესალმებით. ენით ვერ აღвицეთ, რაოდენ რთული და რაოდენ სასიამოვნო აქვს გონოთ. მე-10 კლასამდე ვერ ვიაზრებდი თუ რას ნიშნავდა იყო გიმნაზიელი. ან გიმნაზია რა მოხდა, რა პრობლემაა? ერთშეულებრივი სკოლა. მაგრამ მე-11 კლასში მივხვდი, რომ გიმნაზია არ არის უბრალოდ სკოლა, რომელშიც მიდიხარ ყოველ 9 საათზე და მოდიხარ პირველზე თუ ორზე. გიმნაზია არის ადგილი, სადაც შენ სწავლობ, იყო ადამიანი. ისწავლო თითოეული გზნობის კონტროლი და გაიგო თუ რა არის მადლიერება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. უბრალოდ მართლა არ შემიძლია ახლა მომხსნათ სამომყარო და მადლობა თითოეულ თქვენგანს გადავხადო, მაგრამ ნამდვილად ენით ვერ აღწევთ რაოდენ მადლიერება თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ყოველი წუთისა სადაც ამისთვის დაწვით თქვენთან გამიტარებული. მადლობა. მე-12 კლასის მოსწავლე ანა ბერიძე თოვანი. მოგესალმებით. თავდაპირველად მინდა დავიწყო და მადლობა გადავუხადო ჩემ მშობლებს, რომ მე დღეს აქ ვდგავარ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვამაყობ მე თქვენით. მინდა მადლობა გადავუხადო გიმნაზიას, რომ მაჩუქა ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან, იდგებიან. მადლობა თქვენ, რომ ესეთი სკოლა გვაჩუქეთ და მადლობა ყველა ჩემ მასწავლებლებს, რომელმაც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ჩემს აღზრდაში, განვითარებაში და იმ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ვინც დღეს მე ვარ. ახლა გადავალ ჩემი გამოსვლის მიზანზე და მოვიფერები ჩემს პირველ დამრიგებელს, დარჯან კაპანაძეს. დარწმუნებული ვარ და მასწავლებელი არ მისწავს დღეს. იმიტომ რომ იცის როგორც მიყვარს და თქვენ კიდევ ცალკე მოგიფერებთ. მინდა რომ დღევანდელი ჩემი მონოლოგი მიეთმას იმ ადამიანს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მედია არ მიწყენენ სხვა მასწავლებლები თუ ჩემს დარაჯა მასწავლებლებს განსაკუთრებულად მოვიფერები. მასწავლებლად შეიძლება ბევრი იყოს დაბადებული, მაგრამ ერთეულები თუ ახერხებენ, იყვნენ დამრიგებლები და თქვენ ეს შეძელით დარაჯა მასწავლებლად. 8 წელი ცოტა არაა. 8 წელში ბევრი რამ ხდება. 8 წელში ურთიერთობების კი უფასურდება. თუმცა არა ისეთი, როგორიც ჩვენ შორის არის. არც ვერ ფიქრია, რომ თავი შემეხსენებინა თქვენთვის. ჯერა რომ ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტი გვაკავშირებდა, ვიდრე მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაა. 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს პირველად შევხვდით. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არასდროს დამოვიწყდება ის განცდები, რაც 2005 წლის 19 სექტემბრის განიცადა. არასდროს დამოვიწყდება თქვენი დაწერილი ყოჩაღები, რომელთა გაყალბებად შეგვეძლო, მაგრამ თქვენი დაწერილი გორჩინა. არ დამოვიწყდება როგორ მეჩხუბეთ მე-4 კლასის ბოლო დღეს. მეჩხუბეთ არა, გამიბრაზდით, როცა შორტით მოვედი სკოლაში. არც ის დამოვიწყდება ბოლო დღეს თქვენს ხელში ჩვენი ხელები როგორ ჩაგვეხატინეთ. ალბათ ახლა თქვენი უფრო პატარა იქნება, მაგრამ მე არაფერი არ მერევა. არც თქვენი სიტყვები დამოვიწყდება ადამიანობაზე. შეიძლება ყოველდღე არ მელაპარაკებოდით, არ მაძლევდით რჩევებს ამ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ დამიჯერეთ, ყოველთვის მეხმარებოდით გამეკეთებინა სწორი არჩევანი. გაკვეთილს ილიას სიტყვებით იწყებდით და ამთავრებდით კიდეც. კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე. ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა მე დღეს ვისრავარგე. ეს სიტყვებიც არასდროს არ დამოვიწყდება. ახლა ხვდები ამ სიტყვებს 10-ჯერ და 1000-ჯერ რატო გუნევრებდით ხოლმე. ყველას ნამდვილად მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის,
რომ ის 4 ულამაზესი წელიწადი გვაჩვენეთ და ბოლოს იამაყეთ დარაჯა მასწავლებელო თქვენ პიროვნებებად ჩამოგვაყალიბეთ. ჩემი მონოლოგი მინდა დავამთავრო იმ წერილით, რომელიც სკოლის პირველ დღეს დამხვდა მერხზე. სადაც წერია თქვენი სიტყვები და ძალიან მაგრად ვინახავ და დარწმუნებული ვარ არც დამეკარგებ. ჩემო პატარა მეგობარო, დღეს საოცარი დღეა. ვიცი ჩიტივით გიფრთხილებს შენ სათუთი პატარა გული. ხომ არ გეშინია? არ შეკრთე. გულით მომენდე. მაგრად ჩავჭიდოთ ხელები ერთმანეთს და ერთად ვეძებოთ ის ჯადოსნური ოქროს გასაღები, ცხოვრების მრავალ საიდუმლო კარს რომ გაგვახსნევინებს. შენ ახლად გახარ ახალი ცხოვრების სხივფენილ ზღურბთან. მაშ მოემზადე ამ ახალი ცხოვრებისთვის. დეხვთიური შუქიცისა თავს დაგეფინოს შარავანდედად. გახსოვდეს მუდამ. სიყვარულით გაგაჩინა განგებამ და მუდამ ასე სიყვარულით იარე ქვეყნად. მე-12 G კლასის მოსწავლე იმედა ალოხაშვილი. ჩემი გულიდან წამოსულ სიტყვებს არ ჭირდება ფურცელზე დაწერა და დღეს პირდაპირ ვიტყვი რას გწნევ. საღამომშვიდობის მე ვარ მე-12 G კლასის მოსწავლე იმედა ალოხაშვილი და მე ვარ დღეს ამაყი რომ ქვია გიმნაზიის კურსდამთავრებული. ზუსტად 6 წლის წინ მე პირველად შემოვდი ფეხი ამ დაწესებულებაში და გავხდი იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც დღეს ქართული გიმნაზია ქვია. მე ამ სკოლამ შემძინა ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში წინ წამსღარებული ლამპარი იქნება და ჩემს წარმატებულ მომავალში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. ჩემო მეგობრებო, დღეიდან ჩვენ აღარ ქვია კლასელები, ან თუნდაც პარალელური კლასელები, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვერდმევა გიმნაზიელი. ღმერთ გადაალოცოს გიმნაზია და საქართველო მეგობრებო. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მე ვიცი რომ მშობლებსაც უნდათ ორიოდე სიტყვა უთხრან თავიანთ შვილებს გზა დაულოცონ და გიმნაზიისთვის გამოხატონ მადლიერება. მშობლებო, ხომ არ გნებავთ ვინმე სიტყვა თქვათ? ქალბატონო თამარ მოგბრძანდით. მოგესალმებით. მე ვარ ზურა რეხიაშვილის დედა, მაგრამ მანამდე ვიყავი დავითი და თამარ რეხიაშვილების დედაც. 99 წელში შემოვდგით პირველად ფეხი გიმნაზიაში და 18 წელია ამ გიმნაზიის მშობელი ვარ. ჩემი დღევანდელი გამოსვლა მომზადებული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ემოციებს ვეღარ ვიტევ გულში. დღეს აუცილებლად უნდა ვთქვა მადლობა, უნდა უთხრა მადლობა გიმნაზიას და უნდა ვთქვა ბოდიში მოუხატო გიმნაზიას და რატომ ძალიან გთხოვთ მომისმინეთ. აქ თქვა უკვე რომ არჩევანი გიმნაზია ბევრმა გააკეთა და გააკეთა ყველა ვინც დღეს აქ არის. და ასევე ჩვენს 18 წლის წინ, როცა ჩემი უფროსი შვილი უნდა შემოგვეყვანა სკოლაში, გადავწყვიტეთ რომ გიმნაზიაში მოვსულიყავით. და მაშინ იმ პირველი დღეებიდან ქონდა იმის პასუხისმგებლობა და იმის ამბიცია, რომ ჩვენ მოვდიოდით განსხვავებულ ჩვენთვის ნამდვილად ტაძარში. და მე 18 წლის გადასახედი და ნამდვილად არ შემცვლია ეს ჩემი და ჩემი ოჯახის შეხედულება, რომ გიმნაზია ნამდვილად არის ტაძარი. რუსთაველებისთვის ეს არის გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი და სულაც არ არის ეს მეტიჩრობა თუ ჩვენ გვაქვს დღეს ის სიამაყე, რომ ჩვენ შვილებიც, მშობლებიც, მასწავლებლებიც ვართ გიმნაზიელები. გიმნაზიას გაუმარჯოს! ვულოცავ ყველას დღევანდელ კურსდამთავრებულებს, დღევანდელ მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს, როგორც ჩემს საკუთარ შვილს და მინდა სულ პატარა კიდევ ცოტა ხანი შევაჩერო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ მე აღნიშნე ბოდიშიც მაქვს მოსახდელი მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცის მანანა მასწავლებელმა ჩემი დამოკიდებულება უშუალოდ ჩემი პირადად როგორც მშობლის გიმნაზიის მიმართ
და მე არაერთხელ ახლა ნუ ჩამომართმევთ რაღაც თავის ქებაში, არაერთი დღე და ღამე გამითენებია გიმნაზიის სამსახურში როგორც მშობელს და მქონია ეს პასუხისმგებლობა. ყოველთვის თავდახრილი ვიყავით და ყოველთვის თავდაბალი ვიყავით ყველა მასწავლებლის და ამ კედლების წინაშე ყოველთვის და დღესაც მაქვს ეს მოწიწება. მინდა უღრმესი მადლობა უთხრა გიმნაზიას ჩემი უფროსი შვილების გამო, რადგან ისინი დღეს ნამდვილად წარჩინებული ადამიანები არიან და ოჯახთან ერთად ეს დამსახურება არის უპირველეს ყოვლისა გიმნაზიის. დავითი, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სამართლის იურიდიული საერთაშორისო სამართლის წარმატებული მაგისტრატია და თამარი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ISM-ის კურსდამთავრებულია. და სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ ხშირად უთქვამს თამარს, რომ როცა კაფეტერიაში დავსხდებით ხოლმე ვენდუკიძის უნივერსიტეტში, თითქმის სულ გიმნაზიელები ვართო და ხშირად თავი გიმნაზიაში ვგონიაო და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან მაგნები, რამე თუ ვიცით ამ სასწავლებლის იმიჯი და ავტორიტეტი და ძალიან მიხარია ყველას მაგირად და ძალიან ამოტივარ ყველას მაგირად. რაც შეეხება ზურას, რომელიც ყველანაირი კურსდამთავრებულია, ზუსტად 3 დღის წინ ქართულის გამოცდის წინ დღეს დილის 10 საათზე ქონდა შესვლა ზურას და მირეკავს მანანა მასწავლებელი დირექტორი პირადად სახლში და მეუბნება, რომ ძალიან ნანობნინო, რომ მე თქვენ შვილს გიმნაზიას ვამთავრებინებო. ეს ჩემთვის იყო სიკვდილის ტოლფასი და ამის გამო მე მინდა, რომ მართალია ცხრიანი კი მიიღო იმ გამოცდაში, მაგრამ აზრი აღარ ქონდა ამას უკვე ყველაფერს. მე მინდა ჩემი ნაბოლარას გამო ბოდიში მოუხადო გიმნაზიის ყველა მასწავლებელს, იმიტომ რომ როგორც თქვენი სიტყვებიდან და ასევე ვიცი უპირველესად ნანა მასწავლებელი არაერთხელ ჩავარდნილა მძიმე მდგომარეობაში, თქვენც ხშირად გითხრათ, რომ ძალიან ბევრ პრობლემას გვექნეს ზურა ჩვენ მეც დირექციასაც და მასწავლებლებსაც, მაგრამ მინდა აი ასეთი რაღაც თქვა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ზურაც კი მაინც გიმნაზიის სახელი იქნება, გიმნაზიის კედლების და ეზოს გარეთ დარწმუნებული იყავით, იმიტომ რომ გიმნაზია და ჩემმა გოგონამ, რომელიც დღეს 23 წლის არის, მითხრა, დედა, ნუ ნერვიულობ, თითოეულ აი ამ სიტყვაზე, მასწავლებლების შენიშვნაზე, იმიტომ რომ იციან ჩემი გასტები და ყოველთვის მერიდებიან ძალიან ზედმეტი არ მოუნდა ჩემშიც. ნუ ნერვიულობ, იმიტომ რომ გიმნაზიიდან მაპატიო სხვა სკოლებს ნამდვილად არ შემოვა. გიმნაზიიდან გადასული ნებისმიერ სკოლაში მაინც ერთი თავით ყოველთვის მაგვა იქნება ყველგან და სადაც არ უნდა წავიდეს, ის თავის სათქმელს და გიმნაზიის სახელს არასდროს არ შეარწმენსო. მე ამითი მინდა ის თქვა, რომ ნამდვილად არ შემწარვათ ჩვენ დღეს